არის ლუციფერის სინამდვილეში. ღვთაებრივი სული თუ ბნელეთის მოციქული, რომელსაც სხვადასხვა რელიგიებში ეშმაკს უწოდებენ და ბოროტად მოიხსენიებენ. რა როლი აქვს მას ჩვენს სულიერ განვითარებაში? საუკუნეების მანძილზე კაცობრიობას სწამდა, რომ არსებობს ორი ძალა, სიკეთე და ბოროტება. ერთს ღმერთს ეძახდნენ, მეორეს ეშმაკს. მაგრამ თუ ღრმად ჩავხედავთ ამ იდეებს, აღმოვაჩენთ, რომ ეგრეთ წოდებული ბოროტი ძალა, რომელიც სხვადასხვა კულტურაში სატანად, ლუციფერად, იბლისად ან მარად მოიხსენიება, სინამდვილეში ერთი და იგივე სულიერი ქმნილებაა, რომელიც ერთიანი სამყაროს კანონით მოქმედებს და ღვთაებრივი წყაროს ნაწილია. სინამდვილეში ის არ არის ბოროტი არსება, არამედ არის უმაღლესი ცნობიერების სული, რომელიც ირგებს კონტრასტის როლს სამყაროში. ჩვენი ცნობიერების გარკვეულ დონემდე ის გვცდის, გვიცნობს, გვაცდუნებს, რათა დაგვანახოს საკუთარი ჩრდილები და მოგცეს საშუალება გავიცნოთ თავი და ავირჩიოთ გზა შიშის ან სიყვარულის. ის ქრონომეტრივით მუშაობს, გვაჩვენებს ჩვენ სუსტ მხარეებს, სად ვიბნევით, სად ვკარგავთ სინათლეს. ის არის სარკე, რომელიც გვეხმარება გამოვლინდეს ჩვენი შინაგანი დაბალი ვიბრაცია, რომ შემდეგ დავაკვირდეთ, დავფიქრდეთ, ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე და ისევ ავიმაღლოთ ცნობიერება. ამ ღვთაებრივი არსების მნიშვნელობა ჩვენს განვითარებაში უდიდესია, რომ არა ის ადამიანი ვერ ისწავლიდა სიკეთეს, სიწმინდეს, სიყვარულს და სიკეთის მნიშვნელობას, რადგან არ ექნებოდა არჩევანის საშუალება. თუ ცდუნება არ იქნებოდა, ვერ შევიგრძნობდით არჩევანის ძალასა და მნიშვნელობას. თუ შიში არ იქნებოდა, ვერ შევიყვარებდით გულით თავისუფლად. ეს სული მუშაობს როგორც განვითარების კატალიზატორი. აჩენს დაბრკოლებებს, რომ ჩვენი სულიერი კუნთები და გონება გავავარჯიშოთ. მუდმივად ვაკონტროლოთ როგორც ჩვენი მოქმედებები, ასევე ფიქრები. ღმერთი სიყვარულია და ის არაფერს ქმნის შემთხვევით. არც ეს არსება იყო შეცდომა. ის არის სისტემაში ჩადებული მექანიზმი, რომელიც ჩვენი შინაგანი სინათლის გამოვლენაში გვეხმარება. ამიტომ, ვინც ეშმაკს ებრძვის, ხშირად საკუთარ ჩრდილს ებრძვის. ვინც კი მას მაღალი ცნობიერებით უყურებს, როგორც სწავლების ნაწილს, ის სულიერად უფრო სწრაფად იზრდება და ვითარდება. დროსთან ერთად ეს არსება, რომელსაც ადამიანმა ეშმაკი უწოდა, დაკარგავს თავის ძალას, რადგან კოლექტიური ცნობიერება იღვიძებს და ჩრდილს და სიბნელეს ღვთაებრივი სინათლით ანაცვლებს. მაშინ ყველაფერი თავის ბუნებრივ ადგილზე დადგება და ბნელიც მოიხსნება, როგორც ლეგენდად ქცეული სწავლების ეტაპი. შენშია სინათლეც და სიბნელეც და მხოლოდ შენ, სიყვარულით სავსე სული, მოახერხებს მათ გაერთიანებას ჰარმონიაში.